გამარჯობა ქალ ჟურნალისტებო. არ იყოთ სულელები და არც ცადოთ გამოიძიოთ გიჟური ისლამისტური საზოგადოებები, რადგან თუ ამას გააკეთებთ, შეიძლება ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდეთ. უსლიმთა საძვოს გამარჯვებიდან რამდენიმე საათში ეგვიპტის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენ ვიღებთ ზეიმით ახსავსე ბრბოს ტაჰრირის მოედნის მახლობლად ხიდზე. ვერც კი ხვდებით, რომ სულ რამდენიმე მეტრში ახალგაზრდა ბრიტანელ ჟურნალისტს სასტიკად დაესხმებიან თავს. ახალგაზრდა ქალს სურდა თავისი ისტორიის მოყოლა. მე ვიყავი უცნაურ, მოწყვეტ მდგომარეობაში და მხოლოდ ვიმეორებდი. გთხოვ, ღმერთო, გთხოვ, გააჩერე ეს ყველაფერი. გთხოვ, ღმერთო, გთხოვ, გააჩერე ეს ყველაფერი. შუა დღე მშვიდობისა. ეხლა 4 საათია. მე ნატაშა სმითი ვარ. ნატაშა სმითი ბრიტანეთში ჟურნალისტიკის სკოლის სტუდენტია. დოკუმენტური ფილმი ეგვიპტეში ქალთა უფლებების შესახებ მისი კოლეჯის საბოლოო პროექტი უნდა ყოფილიყო და ასევე პირველი საერთაშორისო დავალება. უნდა თქვა, რომ კოლეჯები იმდენად სულელები იყვნენ, რომ ახალგაზრდა, ქერა, ლამაზი, თეთრკანიანი ქალი დაუშვეს. განსაკუთრებით ესეთ ისლამისტურ საზოგადოებაში გასვლა გართობისა და სიამოვნებისთვის აბსოლუტურად სულეგურია. გოგოებო, ქალისთვის ასეთ ადგილებში აღმოჩენა საშიშია, თუნდაც ჟურნალისტი იყო. ეხლა რატო ამბობ ამას? იმიტომ რომ არსებობს ეს უცნაური შეთქმულების თეორია. თითქოს ჟურნალისტები ასეთ ადგილებში რაღაცნაირად დაცულები არიან. და თეორიულად ეს ასე უნდა იყოს, თუ დასავლურ ღირებულებებს ეთანხმები, სადაც ესმით, რომ არსებობს დიპლომატია და დაცვა იმ ადამიანისთვის, ვინც უბრალოდ ცდილობს ამბავი გააშუქოს. თუმცა, თუ შენ იმ საზოგადოების ნაწილი ხარ, რომელიც საერთოდ არ იზიარებს ამ აზრს, როგორ ფიქრობ, რა მოხდება? ისინი ჟურნალისტებს ასე არ მოექცევიან. ალი, კონკრეტულად კი არა, ასეთ ჟურნალისტებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი იმ კულტურიდან მოდიან, რომელიც თვლის, რომ გაუპატიურება მათი პირდაპირი უფლებაა. ჯოჯოხეთში ჩაეშვა. ის მოედანზე იღებდა ჟურნალისტ მეგობრებთან, კალუმ ჰატონთან და კასპერ ვუდთან ერთად, მაგრამ ისინი ბრბომ დააშორა. კაცებმა ჩემი ტანსაცმლის ჩამონგლეჯა დაიწყეს. და პირველ რიგში ეს იყო ჩემი ქვედაბოლო, რომელიც მაშინვე მომგლიჯეს. ანუ, მსგავსებები ამ შემთხვევასა და ლარას თავს გადამხდარს შორის, რაზეც ბევრჯერ ვისაუბრეთ, ლარა ლოგანი, იგივე ისტორია. ეს ზუსტად იგივე ისტორია, რადგან სწორედ ასე იქცევიან ისინი. მეც კი ვიგრძენი, როგორ მომხსნეს საცვალი, შემდეგ ფეხსაცმელი გამხადეს და შემდეგ ზედა ტანსაცმელი უბრალოდ ჩამომგლიჯეს და ეს საკმაოდ მტკივნეული იყო. CNN-ის სახურავზე დამონტაჟებულმა კამერამ დააფიქსირა მომენტი, როცა სასწრაფო დახმარების მანქანა ცდილობდა ბრბოში გაეკვალა გზა, რათა დახმარებოდა მას. ამ დროისთვის მასზე ათობით კაცი სექსუალურად ძალადობდა. ბოლოს მას შემდეგ, რაც ალბათ საუკუნედ მოეჩვენა, ის გადაარჩინეს და ამ სამედიცინო კარვის შედარებით უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. მისი მეგობარი კალუმი ფიქრობს, რომ იქ მყოფი პერსონალის დახმარების გარეშე შესაძლოა ის ვერ გადარჩენილიყო ამ საშინელ გამოცდილებას. დიახ, ალბათ მას გაუმართვა, რომ ცოცხალი გამოვიდა. სხვათა შორის მოგესალმებით გადაცემაში პუშბექი, მე მირაკი ვარ, თქვენი წამყვანი. ჩვენ ვიბრძვით, რადგან საკმარისია უკვე. თუ თქვენს გეყოთ, აუცილებლად გამოიწერეთ არხი და დააფასეთ ეს ვიდეო. მაგრამ მართლა ამ ისტორიების სიგიჟე წარმოუდგენელია, როცა ეს ქალები ჟურნალისტებად მიდიან, რომ დიდი ამბები გამოავლინონ. საშიშ საზოგადოებებში ზოგიერთი სამუშაოს ჯობს კაცებისთვის იყოს დატოვებული. არა იმიტომ, რომ არ ვფიქრობ თითქოს ქალ ჟურნალისტებს არ შეუძლიათ ამბის გაშუქება, არამედ იმიტომ, თუ როგორ ექცევიან ამ კაცები ქალებს. შეშლილობა იმის ფიქრი, რომ შეგიძლია შეხვიდე და როგორღაც დასავლური ღირებულებები დადიცავს, როცა ამ ხალხს საერთოდ არ აქვს ეს ღირებულებები. სხვათა შორის მინდა ვთქვა, რომ ეს ერთადერთი ისტორია არ არის. სულ უფრო და უფრო მეტი ესეთი ქცევის ისტორია ჩნდება მუდმივად. სხვათა შორის ეს 13 წლის წინ მოხდა. ანუ ეს არის რაღაც, რაც მუდმივად ხდება. ქალები არ არიან უსაფრთხოდ ისლამისტურ გარემოში. თუ გსურთ გაიგოთ, რამდენად დაუცველები არიან ქალები ისლამისტურ გარემოში, უბრალოდ შეხედეთ ევროპას. რამდენიმე მომენტი იყო, როცა მეგონა რომ ის მოხდებოდა. და ფიქრობ მართლა ის ფაქტი, რომ ჩვენ ყველა ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ და განსაკუთრებით ნატაშა ცოცხალია, იმის დამსახურებაა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი იყო, ვინც დაგვეხმარა. და ვინც საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდო და პირდაპირ საფრთხის წინაშე დადგა, რომ ის იმ მდგომარეობიდან გამოეყვანა. კარავში ერთი კაცი დაეხმარა მას, რომ სრულმეტრაჟიანი ბურკა ჩაეცვა და ბრბოსგან შორს წაიყვანა. და მე უბრალოდ უნდა მეთამაშა მისი ცოლის როლი და ქუჩებში გამელო მასთან ერთად. ის კი სულ მიმეორებდა. არიტირო, თუ იტირებ, ხალხი მიხვდება.
ბოლოს ის ამ საავადმყოფოში მივიდა, სადაც მას და კალუმს ბრიტანეთის საელჩოს თანამშრომლები დახვდნენ, რომლებმაც ექიმებთან ერთად მათი მონათხრობი CNN-ს დაუდასტურეს. ამ ხელა აჟიოტაჟი იმიტომ ათქდა, რომ ბრიტანელი ვარ, ახალგაზრდა ვარ და გოგო ვარ. მაგრამ ეს სხვა ქალებსაც მუდმივად ემართებათ სხვაგან და ჩვენ ამის შესახებ ვერ ვიგებთ. ჩვენ ვერ ვიგებთ ეგვიპტელი ქალების, აფრიკელი ქალების ან სოფიოს სხვა ქალების ისტორიებს, რომლებიც ხშირად განიცდიან ასეთ თავდასხმებს და კიდევ უფრო მძიმე, უფრო საშინელ თავდასხმებს. და იქ სამართლიანობა არ აღსრულდება. უბრალოდ მინდა თქვა, რომ კონკრეტულად მას არ ვადანაშაულებ და არ ვფიქრობ, რომ ის სულელია და ამიტომ დაიმსახურა ეს, რაც შეიძლება ამ ვიდეოს სათაურს გავდეს. მე ვფიქრობ, რომ ეს საერთოდ არ არის ასე. მე ვფიქრობ, რომ ის ფაქტი, რომ ადამიანები არ ცელებენ იდეოლოგიას თითქოს არ ინერვიულოთ, დასავლური შეხედულებები ყველგან ნორმალიზებულია და მიღებულია, იწვევს იმას, რომ ადამიანებს ასე ესხმიან თავს, იწვევს ასეთ ისტორიებს. იმიტომ რომ ეს გოგონა იყო გულუბყვილო და ის მართალია. ეს ისტორია ქალებს ყველგან ემართებათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას უნდა მისცემოდა უფლება როგორც ჟურნალისტს შესულიყო ესეთ გარემოში დაცულად. კიდევ ერთხელ, იყო ეს მისი მხრიდან სულელური გადაწყვეტილება, მას შემდეგ რაც ლარა ლოგანის ისტორია საჯარო გახდა. თუ იცოდა, რომ სხვა ქალებსაც ჰქონდათ გადატანილი სექსუალური ძალადობის საშინელი შემთხვევები. დიახ, სულელური გადაწყვეტილება იყო ასეთ გარემოში შესვლა, მაგრამ ამავე დროს მე მას არ გამსჯი. მე განსჯი იმ საზოგადოებას, რომელმაც მას თავს მოახვიერ წმენდა, რომ არ ინერვიულო, დასავლური იდეოლოგიები მართლა წამყვანი იდეოლოგიებია. ასე არ არის. ესეთ ადგილებში ქალები უსაფრთხოდ არ არიან და ეს უნდა იყოს ყველასთვის მიღებული ფაქტი. მე შეძრწუნებული ვარ იმით, რაც ამ ქალმა გადაიტანა. პირდაპირ შეძრწუნებული ვარ. ეს საზიზღრობაა. მაგრამ ეს იგივე ისტორია, რომელიც უკვე ისევ მოვისმინე. და ის ფაქტი, რომ ეს ამ ეტაპზე ჯერ კიდევ არ არის ყველასთვის ცნობილი, ჩემთვის დაუჯერებელია. ვის ამართლებთ? ვის იცავთ? ის კაცები, რომლებიც ბედნიერები არიან, რომ გარეთ გავიდნენ და ახალგაზრდა გოგონები გააუპატიურონ, ესენი არიან ის კაცები, ვისაც იცავთ. რატო არ აყენებთ თქვენს ქალებს პირველ ადგილზე მათ შორის, ვინც უნდა დაიცვათ? იმიტომ, რომ გეშინიათ, რომ რასისტებად გამოჩნდებით, გეშინიათ, რომ ეს შეიძლება ზუსტად არ დაემთხვეს იმ იდეოლოგიებს, რომელსაც ხალხზე ახვევთ. ამის უნდა გწვენოდეთ. ახლა ის დაბრუნებულია დიდ ბრიტანეთში, მისი დოკუმენტური ფილმი შეჩერებულია, მაგრამ ის მტკიცედ ამტკიცებს, რომ დაბრუნდება კაიროში, რათა დაასრულოს თავისი საქმე, მიუხედავად იმ საშინელი გამოცდილებისა, რაც ბრბოს ხელში გადაიტანა. ხედავთ, ჩემთვის ეს სულელურია. არ ვფიქრობ, რომ ვინმე უნდა გააკეთოს ასეთი რამ. და კიდევ ერთხელ, ჩემი თანაგრძნობა ყველას, ვინც ძალადობის მსხვერპლი გახდა, აბსოლუტურად ყველას, სტურად ყველას. მაგრამ როგორ და რატო არ ხდება ამ ისტორიების უფრო მეტად გაშუქება, რომ ხალხმა გაიგოს, რომ უსაფრთხო უნდა იყო. უნდა იყოთ გონიერი, როცა სადმე მიდიხართ. და აი კიდევ ერთი ვიდეო გვაქვს. ისინი უბრალოდ სკანდირებენ სიკვდილი ამერიკას, მაგრამ ამავე დროს მეგობრულად გამოიყურებიან. ეს სრულიად უცნაურია. თითქმის ყველგან, სადაც მივდივართ, ჩანს, რომ თალიბანებს საუბარი სურთ, მაგრამ სტუმართ მოყვარეობასაც თავისი ზღვარი აქვს და ჩემი ყოფნა მალე დაძაბულობას ქმნის. ახლახან მითხრეს გვერდზე დავდგე, რადგან ქალი ვარ. შეგიძლიათ ნახოთ, რომ ეს სილამაზის სალონი და ბევრი სხვა მათგანი მართლაც გადაღებეს თავიანთი ვიტრინებიდან ქალების გახსნილი გამოსახულებები. თალიბანის მეთაური ასად მასუდ ხისტანი ამბობს, რომ ისლამური მმართველობა ეტაპობრივად განხორციელდება. როგორ დაიცავთ ქალებს? რადგან ბევრი ქალი შიშობს, რომ მათ სკოლაში წასვლის უფლებას არ მისცემენ, მათ მუშაობის უფლებასაც არ მისცემენ. ქალი შეძლებს გააგრძელოს თავისი ცხოვრება და ჩვენ მათ არაფერს ვეთყვით. მათ შეუძლიათ სკოლაში სიარული, შეუძლიათ განათლების გაგრძელება, მაგრამ ისლამური ჰიჯაბით. ზუსტად ისე, როგორც მე მაცვია. არა ისე, როგორც შენ გაცვია, არამედ სახის დაფარვითაც. სახის დაფარვა, ანუ მაკიაჟს გულისხმობ. ხაბ რატო უნდა დაფარონ სახე? იმიტომ რომ ეს ჩვენს ისლამშია. მართლა ისლამში წერია, რომ ნიქაბი უნდა ატარო. რა თქმა უნდა, ეს ისლამია. მას გაუმართლა, რომ კარგადაა. ხანდახან კამერის წინ სხვანაირად იქცევიან, მაგრამ როგორც კი მართლა პროვოცირებას მოახდენ, გამოავლენ რას ფიქრობენ. ეს გიჟური, რადიკალური იდეოლოგები. ისინი შეშლილები არიან და ფიქრობენ, რომ ქალი აუცილებლად ასე უნდა იყოს დაფარული და თუ ასე არ არის დაფარული, შეგიძლია მასთან რაც გინდა ის გააკეთო. მაშინაც კი თუ ქალი ასეა დაფარული, შეგიძლია რაც გინდა ის გააკეთო, რადგან ის საკუთრებაა. ეს საკუთრებაა. ის ფაქტი, რომ ქალმა ისევ გადაწყვიტა შეესწავლა ეს ამბავ და დაფარული შევიდა, ფიქრობდა, რომ გიჟია. მე ვფიქრობ, ეს სიგიჟეა. გაგზავნეთ კაცები ასეთ გარემოში. არასდროს დააყენოთ ქალები ასეთ საფრთხეში. უბრალოდ ვერ ვიგებ ამას. ეს ხომ ასე მარტივია. მოусმინეთ, რას ამბობენ ისინი. ის თავს ისე აჩვენებს, თითქოს ავღანეთში ქალებს ისე ექცევიან, როგორც სხვებს.
შეამოწმეთ ბიჭებო, ასე არ არის. როგორც არ უნდა იყოს, ჩვენი გულები ყველა იმ ქალის გვერდითაა, ვინც ნებისმიერი სახის ძალადობის მსხვერპლი გახდა, ნებისმიერი ადამიანის მხრიდან, იქნება ეს ქალი, კაცი, ისლამისტი თუ მიგრანტი. ნებისმიერი ქალი, ვინც სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა, ნებისმიერი კაცი, ვინც სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა, ეს საშინელებაა. მაგრამ ის ფაქტი, რომ ჩვენ საზოგადოებას გონია, რომ ამის დაფარვა ნორმალურია, ან ჟურნალისტიკის საბაბით ქალების გაგზავნა იმისთვის, რომ საინტერესო ამბავი მიიღონ და ბოლოს ასეთი რამ ხდება, ჩემთვის აბსოლუტურად სრულიად და სრულად საზიზღარია. მადლობას გიხდით ამ საკითხზე ყურადღებისთვის.